ეპიზოდის თავარი გმირი არის საშა. ვნახოთ აბა, როგორ გამკლავდება დღევანდელ tasks-ს. მზად ხარ? დიახ. კაი ხარია. Always ready. საშას ეპიზოდი უფრო დატვირთულია სხვათა შორის. დატვირთული, დატვირთული. სანამ სახს დავალაგებთ, მოდულში შემოვიარე იდეაში იატაკი შევაირო წამეეხო და მოდულს ვანაძვისხე მაჩუკა. წამონაძვისხე განახოთ. დაშლილია უკვე. აქ დევს ჩემი სახელწოდო ნაძვისხე და ამ ხელა ნაძვისხე არასდროს არ მქონია ცხოვრებაში მართლა. იმიტომ რომ ჯერ ადგილი არ მქონდა არასდროს ამ ხელა ნაძვისხისთვის და არც ოჯახის წევრებს მქონიათ სურვილი რომ ამ ხელა ნაძვისხე დაგვედგა და ახლა იქნება. ეს ვიდეო კი შეიძლება ცოტა გვიან დაიდოს, მაგრამ გაჩვენებთ რა კულარი მოდუსი რა. მე წამოვიღე ეს. კიდე წამოვიღე ნაძვისხის ძირს დასაფენია ეს. ესენი უბრალოდ არ ვიცი სად დავდო, თორე აი მომავალ წელს სახელმწიფო სოფელი რომ ექნება აუცილებლად წამოვიღებ და აქ ნახეთ ესეთი განათება. აი ეს ნახეთ ვარსკვლავიანი განათება და ესეც წამოვიღეთ. და მოკლედ აი ყველაფერი წამოვიღე. ძალიან ბევრი რაღაც არა, მაგრამ რაღაცები წამოვიღე, რაც ჩემ მინიმალისტურ სახელმწიფო გარემოს შექმნიდა. ასეთი სანთლებით წამოვიღეთ. მაგარია ეს სანთლები. თან ყველაზე მაგარი მართლა გეუნებით ის არის. არ ვიცი ხა მოდულს შეიძლება არ ამბობს ამას, მაგრამ მართლა ძალიან დაბალი ფასებია და ნერვები მეშლება, რომ ჩემს საყვარელ სხვა მაღაზიებში რო შევდივარ და აი ასეთი სათამაშოები, რომ 50 და 60 ლარი ღირს, ან 12 ლარი არ მომბობ, რომ იდეალურად ცოტაა, მაგრამ ზუსტად ესენი რომ 60 ლარი ღირს ნერვები მეშლება ხოლმე და ეს უბრალოდ 2 ლარი ღირს შეხედეთ. არ ვიცი, აქ რასაც ხედავთ, რაც მომეწონა, ყველაფერი წამოვიღე და აქედან ნუ მიყურებ. თამთა გინდა ჩემ YouTube-ის vlog-ში გამოჩნდე? მათი! კილოსავლინაკო დაბადების დღეს. მე ახალ წელს გილოცა. და მოკეთ თამთა ყველაფერს მაძლევს, რაც მინდა რა. თოვლის ბაბუის ფორმასაც. Yay, მადლობა. წელს საერთოდ არ ვაპირებდი ნაძვისხის დადგმას. ჩემი და ლიკურის საყვარელი სათამაშოები იმდენი ღირდა ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელსაც არ დავუსახელებ, მაგრამ გაჩვენებთ ახლა ლიკური როგორ განიხილავს იქაურ ფასებს. იცი რომ 22 ლარად მე ნაძვისხის ყიდულობ? So, ახლა მე და საშა წავალთ მოდუსის მეორე ფილიალში, სადაც მჩუქნიან პადონებს. პადონს არ ვიცი რა ქვია, მაგრამ პადონებს გვაჩუქებენ, რომ მაგისგან გავაკეთო მაგიდა. და ეს არის ყველაფერი, რაც ავარჩიეთ. საშამ გამათბობელი მიყიდა. დაბადების დღის საჩუქარი არის, რომ არ შეგგვცივდეს 21-ში. და ახლა ამას იქეთ წავიღებთ. ლინა მარიცის. ფიქრობ მე ძალიან ნერვიულობ. გზაში ეს არ უნდა გამოვარდეს. თორე თავს მოვიკრიბე. Bye. ამზე გვადებს ნაძვისხე, უკან არის პადონები და რამდენი წამი ეგეც უთხარი? 6 პადონი. წავედი შეხა საბოლოო. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ნაძვისხე გვაქვს მანქანაზე, ანუ ვოცნებობდით, რომ აი ნაძვისხე მოგვეტანა მანქანი. რაღაცა გათბობა არ გვაქვს ერთადერთი. ძალიან მაგარია, ძალიან მარტივად ჩამოვედით, ამიტომ ტყუილად მეშინოდა. ყველაზე დიდ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ სადღაც მექნებოდა პაწუკა სახლი ქალაქგარეთ, სადაც სუსიცივე იქნებოდა, თოვლი იქნებოდა, მანქანით მოვიტანით უდიდეს ნაძვისხეს და ვდგავდი და მოვრთავდი. ჯერ სახლში შუქი არ არის, მაგრამ დღეს მე და საშას ეგ თასკი გვაქვს, რომ უნდა დავალაგოთ ის ოთახი და დღეს თუ არა ხვალ მაინც ავაწყობთ ნაძვისხეს და მაგარი იქნება. მე და საშა ჩემ ოთახში ცეკვავდით. წინა თვეებში ასე და მომბობდით რომ სახლს რო ვიყიდით. ესე ვიცოდი. კაი, ახლა შევედით. Ho. შეიძლება რომ თარკაც რეალდება? ისევ ამ ოთახს დაუბრუნდით ამჯერად მიკროფონით.
ახლა რა არის გასაკეთებელი აქ? ეს ტახტები რადგან გუში ვერ გავწიეთ და დავტოვეთ. ასე იყოს. ეს კედელი ნუ ისედაც იშლებოდა და ბარემ ჩამოვშალეთ, სადაც იშლებოდა. აი ეს ყველაფერი გადავყაროთ. და აქ მოვიტან ხვალ ტილო მიასტეპლერი და ამ ზომაზე გამოჭერი რომ ჩამოეფაროს ცოტა ხნით. იმიტომ რომ გაგაჯვას ახლა აზრი არ აქვს. საშამ დაავადების დღეზე მაჩუქა გამათბობელი, რომელსაც დროებით გამოვიყენებთ, ელექტროგამათბობელია, ჩვეულებრივი, ძალიან იაფიანი, სხვათა შორის ძალიან იაფად გამოძრვა. მოდი, აქვე ვიტყვი, ეს არის საშას ეპიზოდი. მაგრამ დაიმთხვა რომ გაქვს თოვლი გარეთ. აქ ეხა ცივა? არა, საერთოდ. გახსოვს მაშინ მე შენთან აწარო მოვედით. აი ძალიან ციოდა მაგ. ანუ გუშინაც ძალიან ციოდა, მაგრამ იცი რატო არ ცივა? ნახე, გუშინ ფანჯარაზე მე სკოჩი მივაკარი. ეგეც არის და პლუს ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეხა პადონები შემოვათრიეთ და გახურებულები ვართ საკმაოდ. ფანჯარა აქ არის ძალიან შელახული რა. აქ რო ნახრეტებია, მაგას უკვე შევეგუე და სკოჩი გავაკარი, მაგრამ აი აქედანაც შემოდის სიცივე. ამიტომ სანამ მეტალპლასმას ჩავსვავ, იმისთვის რომ სითბო იყოს, მოვიტანეთ კაფი. და ვიფიქრე აქ ცოტას გადმოყრი ამ რაღაცებს და კაფს ჩავასხავ აი აქ სულ რა. ძალიან სისულელე იქნება, მაგრამ ამის მონგრევას მაინც ვაპირებ და ერთი დღე რო კარგად დავთვეთ, მგონი იდეალურია კაფი, ხო? მე მოვიფიქრე. თურმე შუქი არის ხალხო დღეს გავთბები. ესე გავთბები. კამერა ასე გავთბები. შევიყო ესენი და შეიძლება ნაგვის მოგროვებაში დამეხმაროს, იმიტომ რომ ბანძი ვარ და ტომრების ამოღება დამავიწყდა. ჩვენ ვართ ის ინდოელები შენს for you page-ზე. მოგცე მიკროფონი. ზუსტად იმას ვფიქრობდით ხო და ვერ შავიწერეთ. რომ 18 წლის ლინას უეჭველად უნდოდა რა სიტყვა სახლის ყიდვა ან საშას. მაგრამ ვერ იზავდი რა, ანუ განა ფინანსების პონჩი, ანუ აი ფიზიკურად ვერ იზავდი ამ ყველაფერს და შეგაშინებდა რა. და ეხლა თან ისეთ ასაკშიც ვართ და უკვე მენტალურადაც იქამდე მივედით, რომ აი ესეთი რაღაცები აღარ გაშინებს რა, ესეთი ხარ პირიქით, რომ გამოვიყენა ან კაიდია ან ბაბუაჩები ჩავდა. რა. ახლა ესე ჩავარჭო. კი. ფაინა კაიდო მეტყვი მე მგონია რომ მე და ლინა ძალიან ბევრ რაღაცაში ვემთხოვით რა. ოღონდ ანუ რას გულისხმობ აი ხა სიტყვაზე. აი აქ არის ყვითელი შუქი. აი ეს არის ყვითელი შუქი. და ესეთია რომ არ მომწონს ეს შუქი და მე ესეთი ვარ ყვითელია და მაგიტო ხო და ეს მეუბნება კი ყვითელია და მაგიტო და ერთი ამბავი გამახსენდა ჩვენი სკოლიდან რა. ლინა მეუბნება ერთხელ აი სკოლაში ვარ ჯერო. ვიცი აი ვაგონები რომ მოდის რა აი მეტროსი რა აი როცა ყვითელი არისო მაგას ტოვებ და არ შევდივარ არასდროს და მეთქი Bro, that's what I'm doing, რა, იმენა ზუსტად მაგაშოვე. აი ყვითელ იმაზე, აი მატარებლი კი არა, მეტროში რო არის რა, ეგ რაღაცა. ვერ ვიტან, არასდროს არ შევდივარ ყვითელში, ყოველთვის თეთრებში შევდივარ. ხო და აი ეგეთ რაღაცებში ვემთხოვით სულ. არ ვიცი თქვენ შეგიმჩევიათ თუ არა მართლა, მაგრამ მართლა მეტროში ზოგი ვაგონი. ცისფერია, ზოგი ყვითელი, ზოგი მომწვანო არის და ზოგი შერეული. ყვითელ შუქიაში მე არ შევდივარ. ახლა მოვიტან კაფს და კარგად შევაშხურებ. ეს ნაგავი ვერ მოვიღე, ახლა ტვერსასრუტი არ გვაქვს ბოდიში. აი აქ ჩავაშხურებ, იზოლაცია გაკეთებულია. ასე ამაგრებთ ქალებო. ამ კაფს ან ჯღრებთ, გინდა შენქნა? ან ჯღრებთ. ან ჯღრებთ. მე თეთრი კაფე მაგ დაწესი და შეიძლება ეს იცი როგორი არის, აი ესეთი ხო თხელი, მაგრამ არა უშავს გადიდდება. ხო, წვრილი ადგილებისთვის იქნება უეჭველი რა. შემეშალა სხვა კაფე უნდა მომეტანა. ეს როგორც ჩანს წვრილი ადგილებისთვის არის. No judge. მაგრამ გააოსებს, თავარია გააოსებს. ვარდისფერია. და საწოდაობა, მაგრამ ლამაზია. Bubblegum, საოცარი იზოლაცია.
და ახლა გაჩვენებთ რა განათებები მოვიტანე მოდუსიდან. ის გითხარით? ლიკური დღეს გაფრინდა პოლონეთში და ჩამოდის 22 დეკემბერს. ანუ 4 დღით წავიდა და ჩემი დაბადების დღეზე აქ არ იქნება. თავის დაბადების დღეებზე ხო ისედაც მიფრინავს ხოლმე. საქართველოში არ ხდება, არ ეკადრება. და ჩემი დაბადების დღეც რო არ იქნება. თორე ლიკური პირველი ეპიზოდში იქნებოდა. კიდე ნახეთ ეს რა მაგრობა. ძალიან მაგარია. Oh Christmas tree, oh Christmas tree. ესეც მოდუსიდან წამოვიღე. არ ღირდა ძალიან ძვირი მართლა. და მე ამას ახლა ერთი DIY პროექტისთვის გამოვიყენებ და მე ასეთებს ბევრს ვიყიდი და გადავაბავ ერთმანეთზე აი ამით თავსაბოლოს და იქნება გრძელი. შარშან ლინაკო ვერ იფიქრებდა რომ შარშანდელ დაბადების დღეზე მაგარი დაბადების დღე შეიძლება რომ ოდესმე ქონოდა. ერთადერთი რაც მანდრადებს ის არის რაც ჩვენთან ხდება საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს რომ რაღაც კარგი მოხდება, ან სხვანაირად არ გამოვა რა რაღაც უნდა მოხდეს, ღმერთი გადმოგხედავს გონი ისედაც გვიყურებს და ჩვენკენ არის, ამიტომ რაღაც კარგი მოხდება აუცილებლად. აქვე გეტყვით რაღაცას შეიძლება ვიღაცები გააღიზიანოს ამან. მაგრამ ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაზეც ძალიან მყარად ვდგავარ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ანუ როგორც ud რაღაცებიც არ უნდა ხდებოდეს. კარგი დედამიწაზე თქვა არ ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტათი ძნელია რომ კარგი იყოს დედამიწაზე, როდესაც ud რაღაცები ხდება. არასდროს არ უნდა ჩავარდე მიუხედავად ყველაფრისა. დეპრესიაში, სტრესში არ უნდა დაკარგო მართლა ცხოვრების ხალისი, იმიტომ რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ მე არ წარმომიდგენია, რომ ღმერთთან დამიფაროს მართლა რაღაც მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ არ მქონდეს საერთოდ რომელიმე სეზონზე რაიმე დღესასწაულის განწყობა. იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, რომ კაცი შვილმა არ იცის ამ ხანდახან fake გლოვაში, იმიტომ რომ აი როგორც არ უნდა გითხრათ, რომ წელს სახალხო განწყობა არ მაქვს, იმიტომ რომ საქართველოში ესეთ რაღაცები ხდება, მართლა მოგატყუებთ. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად განვიცდი, ვიღაცაზე ნაკლებად განვიცდი მიმდინარე მოვლენებს. ჩემი აზრით, სახალხო განწყობა მაინც ვერ დააკარგინებთ იმ ადამიანს, ვინც მართლა დეკემბრიდან დეკემბრამდე ცოცხლობს, რომ ანუ ეს მაგიური რაღაცები შეიგრძნოს და არავის ნაკლებად არ განვიცდი, მით უმეტეს ისეთ ადამიანებზე ნაკლებად, ვინც არ აღნიშნავენ წელს არაფერს, არც დაბადების დღეს, არც ახალ წელს, მაგრამ ამ ყველაფრის განცდასთან ერთად არ მავიწყდება და არ ვიცი, ყველა ჩემი მეგობარს, საშა, შენც გირჩევ, რომ არ დაგავიწყდეს ის პატარა ბედნიერებები, რაც შენ გარშემო მოხდება, არ მავიწყდება, რომ დავტკბე მაინც, საერთოდ რომ ვიღვიძებ და თოვლი რომ მოდის და მეგობრები რომ მყავს და რაღაცის ჭამა რომ მიხარია, ანუ არ მოვიწდება, იმიტომ რომ ღმერთს მაინც ის ხალხო მართლა, ანუ ახლა რომ ვთქვა, რომ აი ამ ახალ წელს არ აღუნიშნო, ღმერთს მაინც ეს ჩემი ბოლო ახალი წელია თუ კიდე 80 დამრჩა თუ კიდე 3 დამრჩა, ანუ only God knows. ამიტომ არაფრისთვის და არავისთვის არ ღირს რომ იგლოვო რაღაც სეზონი ან დღესასწაული, იმიტომ რომ სხვა რაღაცებში არ გაგიმართლა, ან სხვა რაღაცებში ცუდი რაღაც ხდება. უნდა იბრძოლო, უნდა ილაპარაკო სიმართლე, დააფიქსირო შენი აზრი, მაგრამ კარს როცა მივიხურავთ და სახლებში დაუბრუნდებით, ჩემი აზრით ძალიან ბევრი მაინც გემრიელ საჭმელს ჭამთ, ნაყინს ჭამთ და გვიხარია და ამას აი close friend-ებში ვაზიარებთ და საბოლოოდ ესეთი კითხვა მაქვს, რომ ვის ვემალებით ერთმანეთს? 2020 წლიდან ყოველ წელს უარესები და უარესები ხდება მსოფლიოში, საერთოდ ანუ არ ვიცი გლობალურ პოლიტიკას რამდენად ადევნებთ თვალს, გლობალურ პოლიტიკას, გლობალურ დათბობას, აი ყველაფერს გლობალურს, რაღაც კონსპირაციულ თეორიებს, მაგრამ ანუ ყველაფერს რო ადევნებთ თვალს, ხვდები რომ უკეთესი მომავალი არ გველოდება. უარესი და უფრო დიდი პრობლემები ხდება ყოველ წელს. ეს არ არის ვიდეო, რომ გითხრათ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის, მაგრამ ამის და მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უნდა გვიხარდეს ისაც გვიხარია, ვიყიდოთ სახლები, გავარემონტოთ სახლები, ვიმეგობროთ, კარგად ვჭამოთ, ხალხს დავეხმაროთ, სიკეთები გავუკეთოთ, რომ ბოლოს ისი არ გამოვიდეს რა, რომ აი ჩემი ცხოვრების 5 წელი გლოვაში გავატარე და არ მახსოვს საერთოდ რა იყო. ამ აზრს მაგალითად 5 წლის წინ მე არ დავეთანხმებოდი და პირიქით ანუ ძალიან ცუდ რაღაცებს დავუწერდი ამ ვიდეოს ავტორს შეგიძლიათ დამიწეროთ, მაგრამ მართლა ერთი წამითაც ვერ მივიტან გულთან ახლოს, იმიტომ რომ აი გადამაფიქრებინე, რომ არ მიხაროდეს, რომ დეკემბერია, არ მიხაროდეს, რომ
ცოცხლობ არ მიხაროდეს რომ თოვლი მოვიდა და ანუ არ მიხაროდეს რომ დედა ჩემი ჯანმრთელია, არ მიხაროდეს რომ ოჯახი მყავს და სახლი მაქვს და საჭმელი მაქვს და არ მიხაროდეს რომ კიდე სიკეთეები გავუკეთო სხვებს. საღამოობით აქციაზე, დილობით სახლის კეთებაში. დილობით აქციაზე, საღამოობით სახლის კეთებაში და ასე ავშენდებით. და აქვე დაგიტოვებთ ძალიან კარგ რაღაცას დავსკრინე ჩემ მეგობარს ედო კიდე იმასაც სკრინიათა რომ ცხოვრება საშინელია, შინ არს გეტყვით, ცხოვრება საშინელია, ცხოვრება მშვენიერია, მე ისევ საშინელია. მაგრამ ამ საშინელებებსა და მშვენიერებებს შორის არის ჩვენი რუტინული ცხოვრება. უნდა დავტკბეთ ცხოვრებით, როდესაც მშვენიერია ცხოვრება, უნდა დავტკბეთ მაინც, როდესაც საშინელია ცხოვრება და ამ რუტინებში უნდა დავისვენოთ და უნდა ვისუნთქოთ და გავაგზავნოთ ყველაფერი. მე გეტყვი რომ კი მე ვარ შენი მთავარი კრიტიკოსი, მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ ძალიან მიყვარხარ და აი ასე ძალიან რომ ვემთხოვით ზუსტად აი ამ აზრებში და ეხლა აღარ გავაგზავნებ მოკლედ გიერთდები და შენ ისედაც იცი ჩემი პოზიცია და იცი რას ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მოდი დაუბრუნდეთ უცბად ეხლა აი ამ სახლს და უბრალოდ ვიტყვი რა. სანამ იმაზე ვიტყვი რა. იმაზე ვიტყვი. თქვენ ჩვენ როდესმე გავრისკოთ და მანქანაში რაებსაც ვაპარაკობთ, მაგაზე პოდკასტი გადავიღოთ. აი, მიხვდებით რომ ჩვენზე დიდი პატრიოტები, ჩვენზე დიდი მორწმუნეები, ჩვენზე დიდი შეთქმულების თეორიის მოყვარულები, ჩვენზე დიდი კამალაისტები, ტრამპისტები, რა ვიცი, ყველაფრისტები ხარ. ანუ ყველაფრისტები, ანუ მათ არ დაიარებიან რა. ყოველთვის ჩვენი საუბარი მთავრდება იმით, რომ აუ პოდკასტი უნდა დავიწყოთ, რა პოდკასტი უნდა დავიწყოთ. აი, ძალიან ბევრი ჰეითერის გვეყოლება და ძალიან ბევრი ლავერი, მაგრამ რაც მინდა რომ თქვა არის ის რომ აი მართლა რომ ამბობენ ხოლმე რომ everything is possible და კი ზოგჯერ გონია რომ მაგარი ბანალურია, მაგრამ bro everything is possible. ანუ you need to put your mind into it და უბრალოდ უნდა მიყვე ამ რაღაცას ენდო ამ პროცესს. ელას გისურვებთ რომ მართლა რომელ სახსაც ან რა მანქანასაც ან რა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც დაადგავთ თვალს, ეგრე იყოს. ასევე საშა შენ გეტყვი რომ ჩემ დაბადების დღეზე გავაკეთებთ vision board-ებს, ანუ ავიღებთ ფურცლებს და დავხატავთ ისაც გვინდა მომავალ წელს. ახლა უცებ შევაჯამოთ რა გააკეთა საშამ. საშასთან ერთად ჩამოვიტანეთ პადონები, ჩამოვიტანეთ ნაძვისხე. შემოვათრიეთ სახლში. მოვასუფთავეთ ეს ოთახი, ხვალ ლაითად უნდა გამოვგავოთ, ანუ კედლები ჩამოვრეცხეთ-სავით. დავტესტეთ გათბობა და მუშაობს, შუქი ჩავთეთ, ჩათვალეთ. და მთლიანად დავფარეთ ფანჯარა, უკვე ვარდისფერი არის, ძალიან კარგად გამიყრება, მთავარია რომ არ შემოდის სიცივე. ხვანდელი სტუმარი დაგასპოილერებთ იქნება ფოქსი ელენიკო. ნახოთ ელენიკო რამდენი რაღაცას გააკეთებს, დაგვიკომენტარით საშამ როგორ გაართვა დავალებებს თავი. ნინი ჯობდა თუ საშა ჯობია თუ ფოქსო იქნება უფრო კარგი და არ დაგავიწყდეთ რომ ეპიზოდების ბოლოს გამოვავლეთ EWP-ის, ანუ თქვენს საყვარელ მუშას, რომელსაც შემდეგ ვიდეოებშიც გამოვიყენებთ. ასევე ჩემი დაბადების დღე არის უკვე 3 დღეში, ყველა მშვილდოსანს გილოცავთ დაბადების დღეს. რა კარგია, მშვენიერია. მადლობა რომ მიყურებდით, გამომიწერეთ ჩემი არხი. კარგად.